დღეს გასწავლით თუ როგორ არის შესაძლებელი digital publication-ების განახლება. ორი გზა არსებობს, ერთი არის ინტერნეტით, როდესაც ავტომატურად დიდი ხანი ვიდეო არ ჩამწერია, ამიტომაც ლაპარაკი მიჭირს. მოკლედ, დღეს გაჩვენებთ digital publication-ების განახლებას. არსებობს ორი გზა, ერთი არის ინტერნეტის საშუალებით, რადგანაც ავტომატურად ხდება განახლება და რა კვირაზეც ხარ, იმ კვირაზე ახლდება ეს წიგნები და publication-ები. ახლა არის 39 კვირა, მაგრამ digital publication-ების განახლება ყოველთვის წინა კვირით მოდის, ანუ 40 კვირის მე-40 კვირის განახლება არის მოსული და ახლა ვაპირებ ჩამოვტვირთო და ხელით ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩვენოთ თუ როგორ შეიძლება პირველი გზით განახლება, ანუ ხელით ინფორმაციის შეყვანა ზუსტად და თანმიმდევრობით. ხოლო ინტერნეტის საშუალებით ძალიან მარტივია და ამას შემდეგ კვირას გავაკეთებ. აი როგორც ხედავთ, შექმნილი აქვს ახალი ფაილი. მე-40 კვირა, ფაილს დავაწერე ADPENP. შევქმნით ახალ ფაილს. შევდივართ უკვე მიღებულ შეტყობინებებში და ჩვენ თანამშრომლობთ Novoko Bridge-თან. და დავიწყოთ ასე განმოტვირთვას. ან თქვენ როგორც მოგიხერხდებათ, ან მე მაქსიმალურად მარტივად გაჩვენებთ რა. ასე დავიწყოთ განმოტვირთვას. შევალთ პირველ შეტყობინებაში, მოვკიდეთ ხელს, გადმოვიდეთ. საყურადღებო არის, რომ აქ ფაილს აწერია week 40, ანუ მე-40 კვირა არის, ამიტომაც მარტივი გასაგები იქნება, რომელი კვირის განახლება მოგვითეს მეორე, მესამე და მე-4 მთლიანობაში 4 ფაილი არის მოსული. ამას ჩავკეცავთ. ამ ფაილს გადავიტანთ მეხსიერების ბარათზე, რომელსაც უშუალოდ ვიყენებთ მხოლოდ digital publication-ების და ელექტრონული რუკების გასაახლებლად. მე მაქვს როგორც ხედავთ, აი ეს USB. მაგით დავაერთებ, აგერ მაქვს პროცესორი. დაერთდა. დავუბრუნდეთ ეკრანს. აგერ წინა 38 ისინი უკანა განახლებული რუკები. ENC რომელსაც აწერია ეგ არის რუკები, ამას შლით. ეს აღარ გჭირდება, რომ განახლებული მაქვს და ეს ინფორმაცია გადამოქვს უკვე USB-ზე. უკვე USB-ს გამოვაერთებთ და გადავდივართ ამ ინფორმაციას უკვე გადავიტანთ იმ კომპიუტერში, სადაც უკვე ეს digital publication-ები გვაქვს ჩაწერილი. გადავიდეთ. ეს არის ის ლეპტოპი, სადაც ვაპირებ განახლების გაკეთებას. აუცილებელია და გაითვალისწინეთ, ინტერნეტი ყოველთვის უნდა იყოს ჩართული, სხვა შემთხვევაში შეიძლება განახლება ვერ შეძლოთ. ახლა დავაკავშირებ ჩემს ინტერნეტზე. წარმატებით დავუკავშირე ინტერნეტს. ვიღებთ USB-ს. სადაც გადმოტანილი არის ინფორმაცია. გადმოგვაქვს დესკტოპზე. ახლა მინდა გაგაფრთხილო და წინასწარ გითხრათ, რომ განახლება უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ. ანუ რაღაც ერთი პროცედურა რომ გამოტოვოთ, შეიძლება ამას ცუდი შედეგი მოყოს, განახლება არ გაკეთდეს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა როგორც გაჩვენებთ ვიდეოში, ყველაფერი ისე გააკეთოთ. პირველ რიგში ხსნით ფაილს და გადმოგვაქვს დესკტოპზე. შემდეგ აქ მაქვს მე დამატებული Novoko Bridge. ხსნით Novoko Bridge-ს და ავტომატურად გაქრება ეს ფაილი. გაქრა.
ახლა შევდივართ digital publication-ში. შევდივართ digital publication. და ველოდებით. აი როგორც ხედავთ, ამოგვიგდო ინფორმაცია. ეს არის მე-40 კვირა. მანამდე ქონდა 39. ყველაფერი რიგზეა. აწევით OK-ს. რაც მთავარია. არასდროს ჩაგდება არ უნდა გააკეთო. თუ გაქვთ მაგათად 38 კვირა განახლება და მოინდომეთ მე-40-ზე გადახტომა, მე-40 კვირაზე ეს შეუძლებელი იქნება და არ გაგიკვირდეთ. უნდა მიყვეთ ჯერ 38, შემდეგ 39, შემდეგ მე-40. მოკლედ ასე არის. დავეთანხმებით დავაგრძელებთ. სხვა შემთხვევაში განახლება არ მოხდება, მაგრამ თუ განახლება ისე 38 დატევა და დატოვა მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მე-40 კვირა გაქვთ მითითებული, არ გაგიკვირდეთ. ჩაგდება გაქვთ და ეს თონი ბრალი. აი როგორც ხედავთ, ეს არის უკვე განახლდა. ესენი უკვე არის გაწყვეტილი, ის იმას ნიშნავს, რომ ამ თვის ბოლოს ვადა გაუვა, მაგრამ უკვე გამოწერილი მაქვს ეს. რა გვქნა ეს ყველაფერი მე მაქვს, მაგრამ ეს იაჩვენებს, როდესაც ერთ თვეზე ნაკლები არის. ვადა. ეს ჩვეულებრივი მომენტი არაფერი არა. თავარია თავის დროზე გამოწერა გააკეთოთ. განახლება გაკეთებული არის, შემდეგ რას ვაკეთოთ? გამოდივართ. უკვე შექმნა ავტომატურად აი ეს ფაილი, სადაც Z-ია წერია Z90 20 82. შევდივართ აქ. წერია ჩვენ გენის სახელი, კიდევ შევდივართ. აქ არის არქივი, რომელსაც ამოვაარქივებთ ისევ აქ. და ეს არქივი არ სჭირდება, შეგიძლიათ წაშალოთ. შემდეგ ისე ხსნით Noko Bridge-ს, ხოლო ახლა შევდივართ აი აქ ADP ENP-ში. აქ შევალთ. E-render-ში შევალთ. ანალოგიური პროცედურა უნდა ჩატარდეს, როგორც ეს არის მთავარი კომპიუტერი, ასევე backup კომპიუტერზეც ანალოგიურად უნდა ჩატარდეს ყველაფერი. შემდეგ ჩამოვთ აქ tool-ში. დავაწყებით. აქ მიცემთ permits. აქ დავაწყებით next. აქ წერია media, email-ი და ინტერნეტი არ გვქონდა. media-ს დავაწყებით. და აქ ამოვიჩნევთ უკვე იმ ფაილს, რომელიც როგორც კარგიც, არქივიდან რომელიც ამოვიქვთ, ასე ვთქვით. ხსნით აი Z files. შემდეგ არის ENP. არ შეგეშალოთ. ENP-ს მონიშნავთ. შემდეგ OK-ს და ჩაუშვებთ ამ ყველაფერს. Loads მიცემთ. და ველოდებით. ანუ წარმატებით ჩაიჭირთა, ვაწევით finish-ს და როგორც ხედავთ, ეს სიტყვი გაქრა. აქაც გადმოდივართ, აქაც არ არის სიტყვი, ხო? აქ გვიჩვენებს უკვე ჩვენ ხელთ არსებულ წიგნებს, სახელმძღვანელოებს. აქედან გამოდივართ და ისევ ხსნით Noko Bridge-ს. ოღონდ აქ შევდივართ რადიო სიგნალ მე-6-ში შევიდეთ მაგალითისთვის, უკვე სადაც მესამე განახლება ხდება. მოგახსოვთ, ეს არის მე-40 კვირა, ჩვენ ახლა რადიო სიგნალში შევალთ და იქნება 39 განახლება. აი როგორც ხედავთ, აქ წერია 39 და ჩვენ უნდა შევცვალოთ ახლა ეს 39. და როგორც აი აქ როგორც ხედავთ, data updating-ს ვაწევით და ველოდებით. შემდეგ apply updates აი globus არ ვაწევთ აი პროექტ ნომერს მაგას აწევთ. შემდეგ next files მივუთითეთ DVD არ გვაქვს next აქ უკვე ხელით მომიშნოთ შევდივართ ისევ იმ ფაილში რომელიც მოგცა ანუ განახლების შედეგ publication-ში შევდივართ აქ ისევ შევდივართ და ვნიშნავთ ARIA 1.4-ს ARIA 1.4-ს მონიშნავთ open next
Yes. და შეხედეთ უკვე 40 ამოვიდა და 29 უკვე გაქრება. მორჩა. აი, როგორც ხედავთ, უკვე აქ არის 40 აწერია. მე 40 კვირა 2025 წელი. დავწერთ აქ finish და მაგალითად აი გავხსნათ სეუტა. აქ კვირას აწერია განახლების. ნუ მოკლედ ამობეჭდის შემდეგ მაგათ გავაკეთოთ. გადავიყვანოთ ეს PDF-ში. მიცეთ prints. მივთითოთ სეუტა. შევინა. ანუ აქ არის ხო სეუტას საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც შეგვიძლია დაუკავშირდეთ და რა პროცედურები გვექნება ჩასატარებელი, ხო, სანამ შევალთ. ამას თიშავთ, აქაც უკვე განახლება გაკეთებულია, რაც ყველაზე მთავარია. ყველაფერს ვაკეთებ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ თუ ჩაგდება გამოგვივიდა, ან თუ ჩაგდება გავაკეთეთ, მაგ შემთხვევაში განახლება არ გაკეთდება, ხო, იქნება ან მარტო publication-ზე იქნება, აი რადიო სიგნალი როგორც ხედავთ 29-ზე იყო დარჩენი, სანამ ხელით არ შევიყვანე ინფორმაცია განახლების. ამიტომაც ყურადღებით იყავით. გავთიშოთ, ზოგადად დავამთავრეთ საქმე. ეს ფაილები აღარ არის საჭირო განახლება გავაკეთეთ, შეგვიძლია წავშალოთ და ეგერ ამოვიღო ხო ინფორმაცია და სეუტას შესახებ არის აქ. აჰა, აი ეს თქონდა. კაი შემოწმე პოსტეიტი მოვიდა, ანუ რაღაც მსგავსია ხო და გეკითხება რომ ანუ publication-ების შესახებ განახლება თუ გაქვთ ამ რაიონის publication-ი თუ გაგაჩნიათ, მოკლედ აი აჩვენებთ რომ აქაც წერია განახლება არის მე 40 კვირა 2025 წელი. და ის ყველა ინფორმაცია რაც პორტისთან დასაკავშირებლად გჭირდებათ აქ არის ჩამოთვლილი. და პროცედურაც არის მითითებული. ეს არის და ეს მომავალში გასწავლით ინტერნეტის საშუალებით ავტომატურად განახლებას.